ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. მიშა და ნინო დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად. არაჩვეულებრივი სტუმრები მართლაც ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის მოსწავლესთან პიონერ ფილმელთან კატო ჭავჭანიძესთან ერთად გვეწვია და რაც შეეხება საუბრის თემას პიონერ ფილმის სიახლით შემოგვიერთდა ვიდეო კოლაჟი ევგენი მაჭავარიანზე რა თქმა უნდა დეტალურად თქვენ გრიშამას მიშაც აქ არის და გრიშას აქ არის მოგესალმებით დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა ვიხუმრე მაგრამ იმიტომ ვიხუმრე რომ როდესაც თქვენ ხედავთ ნამდვილად აი როგორ გითხრათ ეტალონი ხართ ადამიანობის ეტალონი ხართ მაგალითი ხართ ყველაფრის გრიშა მასწავლებლით იმიტომ მიმართავ რომ ჩემი მასწავლებელი იყო და მოკლედ დიდი მადლობა თქვენ რომ მოგზაურობთ კარგი რადიო და გავწითხლდი და ეთერში შემოსვლამდე ერთ ჩართვას გავაკეთებ აღნიშნე რომ მართლაც დამსახურებული პედაგოგი ბრძანდებით. ორი თაობის წარმომადგენელი, ორივე თქვენი მოსწავლე, ან მიშა და კატო და თან მათ შორისაც რამხელა სხვაობა, ხო? ორი თაობა ყოფთ. და თქვენი პედაგოგი ბატონი გრიგოლი და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გიკეთებიათ და რასაც აკეთებთ და ეხლა უშუალოდ ამ ვიდეო კოლაჟზე ვისაუბრეთ. შეიძლება დავიწყო? კი. სტარტ. Motor, კამერა. არის ასეთი ძალიან კარგი ქალბატონი, ნანა ღონღაც, რომელიც ცხოვრობს ამერიკაში და რომელიც არ მასვენებს. გავაკეთოთ ეს და მართლაც უკვე ერთად ნანას იდეებით გავაკეთე ძალიან საინტერესო ფილმი ბუხუტი დარახველიძეზე, თქვენთანაც იყო მასზე საუბარი. დათო ბოლქვაძეზე, მე კიდევ ერთი საინტერესო ფილმი გავაკეთე და ერთხელ მითხრა რომ მოდიო ევგენი მაჭავარიანზე. მოთხარი მოდი ახლა ისეთ ხალხს გავაკეთოთ რომელიც ცოცხალი არა ჯერ აღნიშნოთ გვინდა ის ხალხი რომელსაც დიდი დამსახურება აქვს და კატოს რომ ეუბნებოდი ნანა ღონღაძე მასე დამირეკა ევგენი მაჭავარიანზე და კატო ამ დროს ალბომი ეჭირა ხელს ჩვენი. ალბომს აწერია თავდადებული შრომის ნაყოფი. რა ნახე? ესე იგი პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს მართლაც რადიოში ვარ. დღეს მართლაც საინტერესო პიროვნებაზე უნდა ვისაუბროთ და მართლაც ძალიან კარგი ჩაწერა და გადაცემა გამოგვივა. 1991 წელს პიონერ ფილმმა აღნიშნა საღამო, რომელსაც ეწოდა კინო და ესტრადა და ამ საღამოს ასე რომ ვთქვათ საპატიო სტუმარი იყო ბატონი ევგენი მაჭავარიანი, დიდი მუსიკათ მცოდნე. და ასე რომ ვთქვათ პიონერ ფილმსა და ბატონი ევგენი მაჭავარიანის შორის დიდი მეგობრობა იყო და აკავშირებდათ ასე რომ ვთქვათ. და მოგეთ ეს მეგობრობა 91 წელს რო დაიწყო, გაგრძელდა. ამას ხელი შეუწყო იმან რომ ჟენია ასე ევგენი მუშაობდა რედაქციაში, სადაც მეც ვიყავი, მუსიკალურ რედაქცია იყო მოამბის გვერდზე და ძალიან ახლობლობდით და ერთხელ პატივი დამდო და პოლონეთში წამიყვანა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და ეს იცი რა საოცარი სიმფონიური ორკესტრი გია ყანჩელი, ბიზინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, ჰამლეტ გონაშვილი და მე. ძალიან მომეწონა, ძალიან ქალაქში, ვარშავაში, კრაკოვში ვიყავით. და აი მაშინ კარგად გავიცანი ევგენი და მივხვდი რომ ამ კაცმა იცოდა ინგლისურიც, მუსიკაც, პოლონურიც, რუსულიც, ქართული შესანიშნავი კაცი იყო რა. არა, მოდი ისე ვთქვათ, ეპოქალური მნიშვნელობის ადამიანი იყო, იმიტომ რომ მისი გადაცემები, თუნდაც მისი ლექციები, ის გადაცემა ის ესტრადა, რამდენი პროფესიონალი მუსიკოსი ჩამოყალიბდა, სწორედ აი მისი სწავლობით გაიცნეს არაჩვეულებრივი შემსრულებლები და წარმოვიდგინეთ, აი კატოს ახლა ვერ წარმოუდგენია რა დრო იყო ეს, როდესაც ცენზურა მუშაობდა, როდესაც ყველა ტექსტი 5 რედაქტორის ხელში გადიოდა და ამ დროს ევგენი მაჭავარიანი გამოდის და
სვიტი გადის ეთერში, Count Basie გადის ეთერში და სასაუბრები ხდება და ნუ თან ეს კიდევ ერთხელ აღვნიშნე მე და ნინო ვისაუბრეთ, ანუ ეს არ იყო ნიშნის მოგებით საუბარი, აი ბურჟუაზიული მუსიკა როგორი ცუდი არა ერთი მახსოვს ის ფრაზა არა მეგობრებო ეს სტრიპტიზი არ არის გახსოვს ერთი გადაცემა იყო და ერთ-ერთი მე მგონი მეც ვიტყვი ერთს და პირიქით ფიქრობ რომ ყველაფერი რაც კი გემოვნებიანი იყო მუსიკა ეს იყო ამის პოპულარიზაცია და მართლაც ჩვენ გავიზარდეთ ხო ამ გადაცემაზე გავიზარდეთ და მოდი ძვირფასი დრო ძალიან სწრაფად გარბის და ვიდეო კოლაჟზე ვისაუბროთ იმიტომ რომ 1 მარტს ძალიან ბევრ ამბავს გეგმავთ ხო თქვენ ვერ წარმოვიდგენთ როგორ ვემზადებ 1 მარტისთვის, აი ხლა აქედან უკვე მივდივართ რომ მემორიალური დაფა. ეს საოცარი რაღაცა მოვიფიქრე და გავაკეთე და ძალიან მიხარია რომ აი ჩემს საყვარელ ტელევიზიას, რომელსაც მე უწოდებ საქართველოს ნამდვილ ტელევიზიას, აი პირველი თანამშრომელი იქნება, ვინცაც გაიხსნება მემორიალური დაფა, სახლზეც სადაც ჟენია ცხოვრობდა, მელიქიშვილის 13. ეს არის ძალიან ლამაზი დაფა გავაკეთეთ, კარგი მარმარილოთი. და ახლა დავდგამთ. გარდა ამისა, მინდა რომ ვიდეო კოლაჟი გავაკეთეთ და კატოს ვთხოვე, რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო. ავტორიც არის და პროდიუსერიც არის. ტიტრებში წერია პროდიუსერი. ახლა შენ გააგრძელე. პატარა პროდიუსერი. ხო, აი საინტერესო გაგვიყვეთ თქვენ ბევრ მასალას გაიცანით და აი როგორია თქვენი დამოკიდებულება. მე ასე ვიტყვი, რომ პირველ რიგში მართლა მოხარული ვარ. რომ რაღაც ჩემი თირედი წვლილი შევიტანე ბატონი ევგენი მაჭავარიანის შემოქმედების, ასე რომ ვთქვათ, გადმოცემაში და მის აღწერაში და ნუ ხაზი გავუსვით ჩვენ მის შემოქმედებას და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ეს ყველაფერი, ისე გამახსენდება შემდეგ წლების შემდეგ, რომ მართლა ძალიან დიდი სიამოვნებით გავიხსენებ ამ ყველაფერს და გავეცანი ძალიან დიდ ქართველ მოღვაწეებს გამოჩენილ პიროვნებებს და მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და მართლა ევგენი მაჭავარიანი ისეთი ადამიანი იყო, ვინც აზიარა ქართული საზოგადოება იმ დროინდელ, ანუ დიდ მოღვაწეებს, ანუ მუსიკის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან დაფასებული იყო და ასე რომ ვთქვათ იმ პერიოდში, რომელსაც საბჭოთა პერიოდი ეწოდა, ძალიან ბნელი და ჩაკეტილ პერიოდში მისი გადაცემები და ის ფესტივალები, რაც მისი ორგანიზებით ტარდებოდა, რაღაც გამონათება იყო ქართული საზოგადოებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი ღვაწლი. აი, დაახლოებით აი სიბნელეში რომ მზის სხივი ათინათი შემოანათებს, ხო? სხვადასხვა ჟენია პირველი იყო, ვინც გოლოს ამერიკის ხმაში ჩავიდა და ლუის კანოვერი შეხვდა. კი ბატონო. ეს დიდი ამბავი იყო. სხვადასხვა ლუის კანოვერი ერთადერთი იყო, რომელიც საბჭოთა სისტემამ არ აგრძალა. გოლოს ამერიკი აკრძალული იყო, ესმის და აი მისი გადაცემები არ იყო აკრძალული. მე საოცარია. და ლუის კანოვერმა ერთადერთი ქართველი ახსენა ეს იყო თათუსა ყურაშვილი. კი ეს და დისკი აქვს თურმე ქონდა თათუზას იმას ლუის კანოვერს. მოკლედ ძალიან საინტერესო. ეხლა მე მინდა რომ თქვენ ისევართ დაახლოებით მოყვერა იქნება ამ საღამოზე. კი, რა თქმა უნდა. შეიძლება. რა თქმა უნდა. პირველში ესე იგი ჯერ 4 საათზე გაიხსნება მემორიალური დაფა მელიქიშვილის 13-ში, სადაც ჟენია ბოლო წლებში ცხოვრობდა. შემდეგ იქიდან გადავალთ ყველა კინოსახლში. კინოსახლში იქნება ამ ფილმის ჩვენება. ამ ფილმის ვიძახის სულ ვიდეო კოლაჟია, მაგრამ ეკრანზე ფილმად წარმოგიდგება და შემდეგ კარგი იქნება თუ გამოვლენთ და იტყვიან ჟენიას შესახებ. მე არ მინდა რომ კინოკოლაჟზე ლაპარაკი, ვიდეო კოლაჟზე არ არის საჭირო, ლაპარაკი საჭირო. თვითონ ევგენიზე და იცით რა ხალხია, ესე იგი 12 ადამიანი, აბა ჩამოთვალე კატო პროდიუსერო. ნანი ბრეგვაძე, ნუგზა რუხაძე, ნუგზა ერგემლიძე, მაია დათუნაშვილი, კიდევ გაიოს კანდელაკი და მოკლედ რო არავინ აღარ გამომრჩეს, კიდევ სხვა მრავალი, ამიტომ მართლა ძალიან საინტერესო საღამო იქნება. როგორც ამბობდა კოტე მახარაძე, გვარების ჩამოთვლა არ დაიწყო, თორემ ნამდვილად გამოგჭება ვიღაცა. მე კიდე რა დავამატებ, ახლა ძალიან გვეხმარებოდა ამ საღამოს ჩატარებაში საქართველოს კულტურის ფონდის თავმჯდომარე ბატონი აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე, რამაზ ყურაშვილი, ეს განთქმული ექიმი,
მეუნები ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ღმერთმა შენთან მომიყვანო თქო ვეუნებოდი. პიონერი ფილმერი სერგო ბუიღლიშვილი, გიორგი მამულაშვილი. მოკლედ ყოველთვის ვიღაცა გვიდგას ხოლმე მხარში და მინდა რომ თქვენც მოვბრძანდეთ და დაესწროთ ჩვენს ზეიმს. არა თქვენ ახლა ევგენიზე საუბრობთ მართლა რა საოცარი წამყვანი იყო გრიშემას იმ აი ესეთი მანერა საუბრის ესეთი გამორჩეული ინტელექტუალი ნინოსაც მხარი რომ კულტურული და საერთოდ ამოვარდა აი გეგონება უცხოელი იყო რომელიც ქართულად საუბრობდა კი ძალიან აი გულში ჩამწვდომად მოქმედებდა მისი საუბარი და როგორი საინტერესო ეს პაუზები ეს ხო არ იყო დადგმა ის ყველაფერი იყო თან ცოდნა აი უნიკალური ინა კლასიკური მუსიკა, ჯაზი, როკი, ნებისმიერი სფერო. აი, ამ ჩვენ კოლაჟს იქნება როგორ მიყავს მაგას ინტერვიუ მაგალითად ლიანა ისაკაძის ბატონო. როგორ ყვება სიმფონიური ორკესტრის კონცერტებზე, როგორ ყვება ქართულს, აი მაგალითად ნუგზარ ერგემლიძეს. იცით რა იყო მაგ ხალხის თავს მოყრა და ჩაწერა, აი ერთად შეკრება არ განვიზრახავს, მაგრამ სალკეც კი ნუგზარ ერგემლიძე ჩავწერე ტყიბულში წავედი სპეციალურად. აი საინტერესო მაგრამ ნუ როგინდა კაც გინდა რომ გააკეთო ნუ ვინც ამ სფეროში ვარ გვესმის ეს რამხელა შრომა ძალიან საინტერესო არის გოგა შავერზაშვილი კი ბატონო კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე ყვება რომ 1972 წელს ბატონო ედუარდ მადაჟიული შარტავამ თუ არ ვცდები მოიფიქრეს ასეთი რამე ზამთრაში ბაკურიანში ატარებდნენ ასეთ თემატურ სიმპოზიუმებს დავარქვათ, არ ვიცი რა ქვია. ნუ ერთი კვირა მიმდინარეობდა კომპოზიტორების, მუსიკოსების, მეორე კვირა ექიმები, ტექნიკოსები და ასე შემდეგ და აი მუსიკოსების რო არის ჩამოვიდა ანდრია ბალანჩივაძე, ჩამოვიდა ოთარ თაქთაქიშვილი, ჩამოვიდნენ დიდი მუსიკოსები და ნუ ჟენიაც იყო მათთან ერთად როგორც თეორეტიკოსი და ნუ მე საღამოს რასაკვირველია ბანკეტი გაიმართა ანდრია ბალანჩივაძე გადმოხტა დანეთიც ეკო და ჟენიამ უთხრა მოითმინეთ დაჯდა როიალთან და დაუკრა ბუსეგდა ბუჯეთ სონზე სულ დამოვარდნილი გემი ყველაფრიდან რა ისეთი საოცარი კაცი იყო ჰიუმორი ქონდა დიდი და რევოსტაკიძე დირიჟორი ყო რომ რუსეთის დელეგაცია ყავდა კონსერვატორიის სტუდენტები, მაშინ მე სტუდენტი ვიყავიო და ჟენიაცო და გორში წაგვიყვანეთ თუ გორშიო და ჩაუვარეთ სტალინის მუზეუმსო. Товарищи, посмотрите, говорит, до музея Сталина имени Ленина. და ხუმრობდა. კი და სხვათა შორის მისი დამსახურება ბიბი კინგი რო ჩამოვიდა, ხო? და სხვათა შორის პიტერსონიც უნდა ჩამოეყვანათ, მაგრამ მე რაღაცა მოხდა, აღარ მახსოვს რაღაცა, ანუ მას ქონდა არა მხოლოდ ნიჭი გადაცემის საყვანის, არამედ ესეთი საორგანიზაციო კუთხითაც, ანუ პროდიუს ხო, კონტაქტები. რა თქმა უნდა კონტაქტები კი. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი თეორეტიკოსი იყო თავის საქმეით და გადასარევად ქონდა კონტაქტები. არა მხოლოდ აი საბჭოთა მასშტაბში, არამედ აი ყველასთან კარგად იყო. აი მაგალითად ძალიან მეგობრობდა გაიოს კანდელაკთან. ძალიან მეგობრობდა ფილარმონიის დირექტორთან, ხო? კი ბატონო. ძალიან ყველასთან მეგობრობდა, კარგით ხო. აი ბატონ ნუგზარ ფოფხაძეც იგონებს. ყველას გონია რომ აი უშლიდა. კი, არა, ეს ხომ მოახერხო რომ დაარწმუნო. რომ მე პირიქითო ხელს უწყობდიო რომ მაგათო რომ ელაპარაკა და მაგრამ ახლა ბეწვის ხიძეც გადიოდა. კი, რა თქმა უნდა და თან აქ უკვე ნახე როგორი სხვა ხასიათის ხაზგასმა ხდება, ანუ ახერხებდა იმ პერიოდში რომ დაერწმუნებინა რომ ეს გადაცემა არ არის საშიში. რომ ეს აუცილებელია, რომ თუ არსებობს მაგალითად ამერიკის ხმა და იქ ჯაზზე საუბრობენ, რატომ არ შეიძლება ისაუბრო აქ და მართლა კიდე განმეორდები და ვიტყვი ძალიან დიდი თაობა გაზარდა ნამდვილად. ის რომ გემოვნება ჩამოყალიბდა, ის რომ აი რატომ ამბობენ ხოლმე რომ ქართველი მსმენელი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მსმენელი ყველა აღნიშნავს ხოლმე გიშემას ამას. და ეს ამაში არის ევგენის დამსახურება ნამდვილად. როგორც მსმენელი ვიზდებოდით ისე და ჩვენს გემოვნებას აყალიბებდა. ეს გადაცემა მარტო მუსიკოსებისთვის ხო? ძალიან ეხმარებოდა დორიან კიტია. ძალიან ეხმარებოდა ისა, აი
გაიუსკანდელა კი ყვება რომ არნახოლე რამე გაკეთაო 17 თუ 18 კოლექტივი ჩამოვიდა იმ პერიოდის საბჭოთა კავშირიდან და ჩავატარეთ ფესტივალი. როკ ფესტივალზე საუბრობთ? როკ ფესტივალზე საუბრობთ? კი ბატონო. ეს რაღაც მეც მახსოვს. ეს წარმოვიდგინე 80-იანი წლები იყო. ბორის პეტროვი მახსოვს, ზამან მეგობრობდი ბორისთან და ის მიყვებოდა, ისეთი ხალხი ჩამოყავს, ახლა ესეთი ხალხი. თან ეს ანდერგრაუნდის ჯგუფები, ბორის გრებენშიკოვის აკვარიუმი, რა ქვია, მაშინა ვრემენი და საოცარი ჩვენი ბლიცი. ჩვენი ბლიცი იყო მაშინ და მართლა ეს აი კოჩაროვია, კოჩაროზე კი ბატონო. კარგი, ისევ ამ ვიდეო კოლაჟს ფილმს დავარქვებ, მოდით მინდა მიუბრუნდე და ძალიან საინტერესოა ზოგადად ახალგაზრდების ხედვა და ბატონო გრიშა თქვენ დიდი მადლობა რომ აი ესეთი ახალგაზრდა გოგონა მოსწავლე ჩართეთ ამ პროცესში და არათუ ჩართული პროდიუსერიც არის და რა თქმა უნდა თქვენ ყველა კადრი ნახეთ, ანუ ისტორიას გაეცანით, იმიტომ რომ რაც შეეხება ევგენი მაჭავარიანს, ეპოქა შექმნა ამ ადამიანმა, ხო? და აი მინდა თქვენეული თვალით დანახული ევგენი მაჭავარიანი ერთია კი ბატონო რაც იწერება, რაც ითქვა, ანუ მისი მეგობრები როგორ იგონებენ, მაგრამ აი ეს კადრები თქვენ რო ნახეთ, ხო? თან ახლა მიშამ კარგად აღნიშნა ეს ის პერიოდი იყო, ძალიან დიდი სიფრთხილეც გინდოდა, ცოდნა გინდოდა, კულტურა, განათლება, ყველაფერი ამ ბეწვის ხიძე გაგელოდა, მსმენელისთვის, მაყურებლისთვის ეს მიგეწოდებინა. რა დაინახეთ თქვენ, რა დაიჭირეთ თქვენ და რამდენად გამოიყენებთ აი ამ გამოცდილებას პროდიუსერულ სამომავლოდ. ცოტა სიტყვა გამიგრძელდა. არა, მადლობა შეკითხვისთვის. იცით რა არის, მართლა ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე პირველ რიგში და აღნიშნავ იმას, რომ ბატონმა ევგენი მაჭავარიანმა ისეთი, ანუ საფუძველი ჩაუყარა, ასე რომ ვთქვათ, რომ საქართველოს საზოგადოება ნამდვილად აზიარა დიდ მუსიკოსების შემოქმედებას და ისეთ ჯგუფებს, მაგალითად როგორიც არის ABBA, The Beatles, Rolling Stone, რომელიც დღესდღეობით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და თინეიჯერებში. აი ესეც აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო და სწორედ ეს გააკეთა ბატონმა ევგენი მაჭავარიანმა, რომ ანუ როგორ ვთქვათ, აამაღლა ეს ინფორმაცია მიაწოდა ქართულ საზოგადოებას და მართლაც ძალიან როგორ ვთქვა, დიდი გამოცდილება მივიღე და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ თემაზე მუშაობა. იმიტომ რომ მოვისმინე ისეთი ამბები, რომელიც მართლა ძალიან საინტერესო, თითქოს აი შემდეგ დაიკარგებოდა ჩვენ რომ არ აგვეხწერა აი ამ ვიდეო კოლაჟში და მართლაც ძალიან მიხარია რომ ამ ვიდეო კოლაჟში მივიღე მონაწილეობა და რაღაცნაირად ჩემი ხელი და ერთ დავამატებ თქვენ რომ როგორც აღნიშნეთ მონაწილეობა მიიღეთ და პიონერ ფილმელი ხართ დამსახურება ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძეს ხო და მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი პედაგოგი ყავთ და თქვენს თანამშრომლობაზეც რომ თქვათ საინტერესოა ხო გამოვიყენოთ საერთოდ დრო გრიშა მასწავლებელი ძალიან მიყვარს აი მართლა როცა მოვედი პიონერ ფილმში იმ წამსვე რაღაცნაირად ისეთი გრძნობა დამეუფლა რომ ისეთი თბილი გარემო იყო და ზუსტად არ ქონდა ისეთი განცდა დიახ ზუსტად აი რაღაცნაირად გრიშა მასწავლებელი ქმნის აი ამ თბილ გარემოს და იმას რომ სულ აი მართლა რო ვაკვირდებოდი არასდროს არ მინდოდა რომ წამოსულიყავი პიონერ ფილმში პირიქით მინდოდა რომ უფრო მეტი რაღაც ინფორმაცია მიმეღო უფრო მეტი მესაუბრა გრიშა მასწავლებელი იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემი ახლო ადამიანი არის გრიშა მასწავლებელი და ყველაფრისთვის მართლა დიდი მადლობა რომ ამხელა გამოცდილებას და შთამბეჭდა მოგონებებს ვიტოვე. გრიშამ გასაინტერესო ეს იგივე შემიძლია მე ვთქვა ზუსტად აი რამდენი ხანი გავიდა და ძალიან დასაფასებელია ეს მართლა ნუგზარ უხაძესთან რომ მივედით სახში ამას ყვავილი მოეწონდა და ნუგზარ უხაძე ტოტი მოუტეხა და აყვავდა ის ტოტი. და ძალიან და დაარქი ნუგზარი ქვიან ტოტი. ყვავილს ნუგზარი ძალიან საინტერესო იყო მართლა ნუგზარის ნუგზარი ყოველთვის რა თემაზე სწავლობდა მიხვიდე ნუგზარ უხაძესთან იმ თემაზე შეუძლია 20 წუთი ლაპარაკოს. აი გრიშამას მართლა ეგ არის ხაზი რომელსაც თქვენ ეხლა საგრძელებთ რა ანუ როდესაც აი კატოს ჩართულობა ხო ევგენი მაჭავარიანზე აი ვიდეო კოლაჟის შექმნაში ეს რამდენად ჯერ ერთი ხო თავისებური ხედვით რა თქვენი ხელწერი გამოჩნდება იქ და თან კიდევ რა ხდება იცით აი
ესეთი პიროვნება, როგორც ევგენი იყო, მისთვის უკვე ნათელი გახდება და რაღაცნაირად ხდება აი ამ შევსება იმ ვაკუუმისა, რომელიც დღეს არის სამწუხაროდ. კი ბატონო და ისე ვარსკვლავს მინდა მივუბრუნდე, მართლა თქვენ ძალიან დიდი მადლობა აი ამ იდეისთვის. ევგენი მაჭავარიანის ვარსკვლავი იხსნება. მემორიალური, უпроსტოდ მემორიალური, ხო და რა ვიცი, ეს ადამიანები იმსახურებენ ძალიან დიდ პატივისცემას. ამ ვარსკვლავის მემორიალის გახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ციცო ყურაშვილს, რომელიც იმ სახლში ცხოვრობს და ეს სახლი არის ისტორიული ძეგლი. იმისათვის რომ ნებართვა ამეღო ტანჯის გზა გამოვიარეთ ეს რა ყოფილა და გავაკეთე აი სპეციალურად გავაკეთეთ ეს მემორიალური და ჯერ არავის არ აქვს ტელეჟურნალისტებში არავის არ აქვს. მინდა აღნიშნო რომ იმდენად ცოცხალია დღესაც ევგენი მაჭავარიანი, იმდენი იმხელა საქმე გააკეთა, რომ აი მემორიალი კი არა, მე ესე აღვიქვავ, რომ მისი ვარსკვლავი იხსნება, იმიტომ რომ მართლაც რა ამ ადამიანმა შექმნა ეპოქა და არა მარტო გავიზარდეთ, ხო? კიდე ბევრი თაობა გაიზრდება, ვფიქრობ, მასე ვინც აი ამ კადრებს ნახავს. დიახ, ნამდვილად. მე ძალიან მიხარია რომ თქვენც ასე კარგად იცნობდით ევგენს ნუ მიშეს და თქვენც რომ მართლა ძალიან დიდი კაცი იყო. აი მარტო ის გადაცემა პირველად დაერქვა ესტრადა და თანამედროვეობა და მე ერთი სიტყვა ეს ესტრადა. და ხო მე მინდა ჩვენი საუბარი დავასრულო ერთი კლიპით დღეს ფაქტობრივად ყველა ჩვენს გადაცემას აი რაღაც ლოვიზოლ გახსოვთ ის ბაყაყი რომ ღერის. თუ ყველა ეგონა რომ ბიტლების სიმღერა არის, თუმცა ბოლომდე ესე მეგონა, თუმცა ის ყოფილა როჯერ გლოვერის, რომელიც ფარფლებში უკრავდა ბასისტი, მისი ერთ-ერთი როკ-ოპერა უნდა დაეწერა და მოკლედ ეს ცალკე თემა, მაგრამ ჩვენი საუბრის ბოლოს ეს გავუშვათ, ეს რაღაცნაირად ფიქრობ რომ სანამ დავიმშვიდობებით ეს ბაყაყებს გავუშვებ, მოდი მოგაგონებთ რომ 1 მარტი 4 საათი მელიქიშვილის 13, 5 საათი კინოსახლი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. როცა მეტყვით ყოველთვის აუცილებლად დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ბევრი გექნება. ჩვენი სტუმრები იყვნენ გრიგოლ ჩიგოგიძე და პიონერ ფილმის ხელმძღვანელი და კატო ჭავჭანიძე პროდიუსერი. თბილისის საპატიო მოქალაქე და არა მარტო თბილისის ამერიკის ქალაქ ჩატანუგა. კი, ეს ჩატანუგა. ეს კიდე ისტორია ცალკე, თუმცა თქვენ გვიამბეთ ადრე კი, გართულია ხო უკვე გამართულია. არა, ეთერში. გართულია კიდე? მაშინ კიდე შეიძლება დავამატო. ნახევარი წუთი. 16 აპრილს ვაპირებ ჩავატარო ჩარლი ჩაპლინის დღე. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის სასახლესი ახლა ეზო გაგვიკეთეს პიონერ ფილმის წინ, მინდა კონკურსი, მინდა პრიზი და პრიზებად რა მექნება? ჩარლი ჩაპლინის წინდები რო იყიდეო ჩარლი ჩაპლინის. შენიერ. მოკლედ ფიქრობ. გახსოვთ გრიშამა ჩარლი ჩაპლინის მამას რო თამაშობდი ლოც. ის კადრები მაქვს შენახო. კი. მოკლედ პიონერ ფილმი არ ჩერდება. კი, არ ჩერდება და ჩვენ ახლა დავიმშვიდობთ ჩვენს რადიო მსმენელს, დაუტოვოთ ეს მელოდია და შემდგომ უკვე საათში შემოგერთდებით.